40 მეტრიანი ბაგირის კიბემ თანდათანობით მიიწევს წევრი. მისი დახმარებით ნაკლებად სახიფათო და უფრო იოლი ასვლა. კაცხის სვეტის სიმაღლე 40 მეტრამდეა. მასზე არსებული თქმულებები სავარაუდოს ხდის, რომ სვეტი ქრისტიანობამდე ყოფილა გაღმერთებული. ახალმა სარწმუნოებამ განწმინდა სვეტად აღმართული კლდე ძელი ცხოვლად და სვეტი ცხოვლად. სვეტზე ამოკვეთილი ჯვარი ქრისტიანობის შემოსვლის პირველ ნიშნადაც ითვლება. სვეტის თხემის სიგანე 10 მეტრია, სიგრძე 17. სვეტზე ორი საყდრის ნაშთია, რომლებიც მე-5 და მე-6 საუკუნეებით იფარგლება. აქ გალავანის ყოფილა. კაცხის სვეტზე საყდრის აგება უშუალოდ მესვეტეობასთან არის დაკავშირებული. პირველ მესვეტედ ითვლება კილიკიელი სვიმეონე, რომელიც 356-459 წლებში მოღვაწეობდა. მან 30 წელი დაჰყო ანტიოქიის სვეტზე. სვიმეონ მესვეტეს მრავალმა მოღვაწემ მიჰბაძა. მათ შორის განსაკუთრებით გაითქვა სახელი სვიმეონ მესვეტე უმცროსმა. იგი შავ, ანუ საკვირველ მთაზე ცხოვრობდა ანტიოქიის ახლოს, საგანგებოდ აღმართულ სვეტზე. სავარაუდოა, სწორედ მის მიერ იყვნენ გამოგზავნილი ასურელი მამები საქართველოში, რადგან ქართველ ბერებს მასთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ. ბერმონაზვნური ცხოვრების ასკეტურმა სახემ მესვეტეობამ სათანადო გამოძახილი ჰპოვა ქართულ მოღვაწეთა შორის. ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულს აჰყავდა მორჩილი ბერი საკვირველ ალაგს. კიდიდან ქვეყნისაით შენ და ღაღად ვყავ მოწყინებისა ქულისა ჩემისასა. კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე დაიყავ ჩემ და სასო. გოდოლმტკიცე წინაშე პირისა მტრისასა, დავემკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე. დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა. გითხულობთ მე 60 ფსალმებში. არავინ უწყის, რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც კაცხის სვეტზე აღარ აღვლენილა ლოცვა და ეხლა მამა ამირანი ემზადება უკანასკნელი მესვეტის სულის მოსახსენიებლად. ერმეცა გევედრებით დასვენებულისა, სულისა მიცვალებულისა, მონათა შენთა, რომელი განისვენებენ აქ წიაღსა, ადგილსა სიწმიდისასა, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მძვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაიგარ სალმობა მწუხარება და სულთმა და ყოველი ცოდვანი ამათ მიერ ქმნილი სიტყვითი და გონებითნი, ვითარც ასახიერბან და კაცთ მოყვარემ აღმერთვან შეუნდე, რამე თუ არა არის კაცი, რომელიც ხონდეს და არასწოდოს, რამე თუ შემხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, სიმართლე შენი სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ. რამე თუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება, მიცვალებულთა მონათა შენთა, რომელი განისვენებენ აქ ქრისტე ღმერთო ჩვენოდა, შენ და დიდება საყვავლეთ, თანა და უსაბამო იმამით შენისა, ყოვლად მიწახիր და ცხოვრეს ყოფილი სული ჩენეთო, ატდა მარადის და უგუნითი უგუნისა მოდე, ამინ.
მიტყველთა თანასრულებულთა მართალთა სულსა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა მონათა შენთა ქრისტე ომერთო განუსვენე მათ რომელი განისვენებენ ადგილსა სიწმინდისასა სვეტისა ამისასა აზდა მარადის და უკუნითი უკუნისა მოდე ამინ მოიხსენე უფალო ყოველნი გარდაცვლილი ჩვენიდან გასულნი რომელი დადიოდნენ ესეთ საფლავებზე კლდეებზე საგინებზე მოიხსენე მონაი შენი თვით რომელიც განისვენებს აქ იგურთება სახელით ამამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ რამდენია? რამდენია? 2 მეტრი და 2 მეტრი ნახევარი იქნება. 3 მეტრი ბოლომდე. თავარი ეს არის რაც შემორჩენილია ნანგრევი, ის არის 2 მეტრი სიმაღლეზე თაღამი. აქედან ეს თაღამი. ეს არის 60 სანტიმეტრი, 70 სანტიმეტრი თვითონ თაღის შესასვლელი. ესე იგი მიწიდან არის 55 სანტიმეტრი თვითონ თაღის სიმაღლე. მაგრამ ბუნებრივია უფრო ღრმა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ამოვსებულია მიწით და ფოთლების ნარჩენებით. შიგნი როგორც ვთქვი 1 მეტრია სიმაღლე თაღიდან იატაკამდე. ეს სადაც ჩონჩხია ნაშთია შემორჩენილი ადამიანისა იქამდე არის 70 სანტიმეტრის სიმაღლე. სიგანე მეტრი და 10 სანტიმეტრი. იგი როგორც ჩანს მარტო აკლდამა არ იყო აი ნაშენებია ეთყობა რომ გარშემო ამ აკლდამის გარშემო კიდევ იყო ამოშენებული. საკმაოდ ისეთი კარგი მოზრდილი ფართო. აქ ეთყობა აქაც ეთყობა და თვითონ აკლდამაზე და ეთყობა რომ მიწის ზვრის შედეგად კიდევ დაზიანდა და კიდევ ჩამოინგრა თვითონ აკლდამაც და ეს რაც იყო შემორჩენილი ნანგრევი. დააზიანა ძლიერ მიწის ზვრა როგორც ჩანს. მეორე მხარესაც საკმაოდ დაზიანებულია და ნანგრეულია. ნარჩენი. ბევრი მილიონი. კაცის სვეტზე 2 ქვევრი იპოვეს. ეს ერთი არის. ყველით არის ამოვსებული და ნერად რამდენ გაიგება თუ რამდენ კევადობა აქვს. ერთობლივი ექსპედიცია კაცხის წევრებმა სვეტზე ერთ-ერთი ნაშენის კედლის სიღრუვეში დავტოვეთ ბარათი ასვლის ხერხის, ამსვლელთა და ასვლის მიზნის შესახებ. კაცხის სვეტმა მშვიდობიანად მიიღო სტუმრები და მრავალი მშვენიერი წუთით დაჯილდოებულნი ასევე მშვიდობიანად დაუშვა მიწაზე. კაცხის სვეტიდან წამოსულებმა ბუნებრივია მაცხოვრის ეკლესიაში გავიარეთ მის წინამძღვართან გამოსამშვიდობებლად. მამა ამირანი უკანასკნელი მესვეტის შემდეგ პირველი სასულიერო პირი იყო, ვინც ფეხი დადგა სვეტზე. მე ამ სოფლის მკვიდრი ვარ და მე არასდროს არ მქონებია მაგის შემთხვევა, რომ სვეტის კლდის ძირში ბევრჯერ ყოფილი ვარ, მაღლა არასდროს არ ავსულა. მით უმეტეს ერის კაცობაში რაც მქონები ესეთი გულისკაცი ავსულიყავ, მაგრამ არავინ არ დამხმარებია. ეს ალბათ ღმერთის ნებაცაა, რომ მე თქვენ შეხვდით აქ და იმ საღამოს რო წასული არ დავხდით, თორე ჩვენ ერთმანეთს ვერ შეხვდებოდით. ღმერთის ნებაც იყო, რომ მე აუცილებლად უნდა ავსულიყავ იქ
იმ სვეტის კლდის თავზე და იმ წმინდათა ძვლები უნდა დამელოცა. აი ეს სამარხების უნდა დამელოცა და წყალი უნდა მესხურებია მისათვის. მე გახარებული ვარ და ერთი რამ გია რომ მე მახელა კლდეზე ალბათ ვერაზოს ვერ ვფიქრებდი ასვლას, ეს პირველი იყო ჩემი შემთხვევა, რომ 40 მეტრიან კლდეზე ბაწრით ავიდე, ისიც მოხდელი და იქ ავიტანო ჩემი კაბა, ჩემი ოლარი და მცირე პანაშვიდი გადავხადო იმ წმინდა ძვლებს. ეს ზუსტად იმ კლდის თავზე, რომელიც აკლდამა არის, რომელიც პატარა იქ 60-ლოა უნდა აღდგეს. და თუ უფალი მომწევს მის ნებას, მე მაგას შევასრულებ კი. თქვენის დახმარებით რა თქმა უნდა. აი მე ანუ გრძნობით ჩამოვედი იქიდან. მართალია გამიჭირდა, აწი უფრო გამიჭირდება ხნეში წავალ, მაგრამ თუ კი ამის ნებას მომწევს მე უფალი, იგი უნდა გავაკეთო აუცილებლად. როგორც კი მოვჩები ამ ტაძარს, პერანგს ჩავაცმებ თუ არა, ფრესკებს აღარ დაუწყებ ყურებას, აი გადავალ სამშენებლოდ უკვე.